ჩვენ მოგმართეს ჭიათურის რაიონის ექიმებმა მათი ინფორმაციით იქ არსებული საავადმყოფო დახურვა იგეგმება, რომელიც დაახლოებით 2 წლის წინ გაიხსნა. თქვენ თუ ფლობთ რამე ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით? მადლობა. რაც შეეხება ჭიათურის მოსახლეობის წუხილს, ჩვენ არ ვაპირებთ, რა თქმა უნდა, ეს არ არის ჩვენი კომპეტენცია, რომ დავხუროთ ან გავხსნათ ეს კერძო საავადმყოფო, თუმცა არ შემიძლია არ აღვნიშნო, როგორც ყოფილმა საჩხერის საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა, რომ ჭიათურის მოსახლეობას ყველაზე ნაკლები პრეტენზია უნდა ქონდეს ამ მხრივ, იმიტომ რომ 15 კილომეტრში, 15 წუთის სავალში, ძალიან კარგ გზაში არის უმძლავრესი ინფრასტრუქტურის საჩხერის საუნივერსიტეტო კლინიკის კალიბრის ის ასე რომ ისინი არ დარჩებიან ექიმის და მოვლის გარეშე. მე არ ვიცი ამის შესახებ, მე არც გამიხსნია და არ დახურვას ვაპირებ ჭიათურის საავადმყოფოსას. ეს მათი მენეჯმენტის გადასაწყვეტია, რამდენიც ყველა მოქალაქე საქართველოში, მათ შორის ჭიათურის მაცხოვრებლებიც არიან გადახდის უნარიანები უკვე თავისი ჯანმრთელობის. სახელმწიფო უზრუნველყოფს ამას. ეს არის საავადმყოფოს მენეჯმენტის გადასაწყვეტი. მოახერხებს ეფექტურ მართვას გადამხდელ უნარიან 50,000-იან პოპულაციაში პირიქით გაფართოვდება. ვერ მოახერხებს და ჩვენ დაგვიწყებენ ხელშეყურებას, მაშინ შესაბამისად ვერ განვითარდება. მათი გადასაწყვეტია. ასეთი იყო ჯანდაცვის მინისტრის პასუხი ჭიათურაში ჯეო ჰოსპიტალსის საავადმყოფოს შესაძლო დახურვასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე 22 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელსაც სოციალურ ქსელში დიდი ხმაური მოჰყვა. არასამთავრობო ორგანიზაციამ ჭიათურა 21 საუკუნე მინისტრის ამ განცხადების საპასუხოდ საპროტესტო აქცია დაანონსა, რომელსაც ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატი მალხაზ წერეთელი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე განცხადებით გამოეხმაურა. ძვირფასო ჭიათურლებო ვიზიარებთ თქვენს გულისწყებელს რაიონში ჯანდაცვის კუთხით უმძიმესი მდგომარეობის გამო. ქართული ოცნების უპირველესი დაპირება იყო და დღესაც არის ჭიათურაში თანამედროვე ტიპის სამკურნალო დიაგნოსტიკური სტაციონარის არსებობა. აღნიშნული საკითხის მოგვარება არის ჩემი როგორც დეპუტატის და ექიმის უპირველესი საზრუნავი. არ დარჩენილა უწყება, რომ აღნიშნული საკითხი არ მქონდეს დაყენებული მათ შორის პირადად რამდენჯერმე ჯანდაცვის მინისტრთან. საკითხი გაჟღერებული მაქვს საპარლამენტო ტრიბუნიდან სატელევიზიო გამოსვლებში და სხვადასხვა მედია საშუალებებში. რამდენიმე თვის წინ 1600 ადამიანის ხელმოწერით ჯანდაცვის სამინისტროში გაიგზავნა მოთხოვნა აღნიშნული საკითხის მოგვარების მიზნით. ამჟამად ვამზადებ მასალებს მთავრობის სახელზე, საიდანაც მოვიყვან ერთ ფრაგმენტს. 2013 წლის განმავლობაში ქალაქ ზესტაფონში მარტო ერთ საავადმყოფოში ჩვენი რაიონიდან განხორციელდა 22,000 ამბულატორიული და 9,000 სტაციონარული მიმართვა. ველოდები ინფორმაციას სხვა ქალაქების სამკურნალო დაწესებულებებიდან, სადაც გაფანტულია ჩვენი ავადმყოფები. 2013 წელს ჯანდაცვის სამინისტრომ გაატარა რეფორმები, რომელთა განხორციელება ეკონომიურად ჩვენზე ძლიერმა ქვეყნებმა ვერ შეძლეს. უფასო მშობიარობა, სასწრაფო და გეგმიური, ონკოლოგიური და კარდიოქირურგიული ძვირადღირებული ოპერაციების, სხივური და ქიმიოთერაპიის და სხვადასხვა სერვისების დაფინანსება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში. დროა ამ რეფორმის მთელი სიკეთე ჩვენმა მოსახლეობამ მიიღოს ადგილზე. ისტორიულად ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის ერთ-ერთ უძველეს კერაზე ქალაქ ჭიათურაში. მივმართავ მუნიციპალიტეტის საკრებულოს გამგეობას, პარტიების წარმომადგენლებს, ყველა დაინტერესებულ პირს ზედმეტი ემოციების გარეშე საქმიანად გადავდგათ ნაბიჯი რაიონისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარების გზაზე. დღესვე ჯანდაცვის სამინისტროს Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა განცხადება, სადაც ნათქვამია, ჯანდაცვის სამინისტრო და პირადად მინისტრი გულწრფელ წუხილს გამოთქვამს, რომ მინისტრის მიერ ბრიფინგზე გაშუქებულმა თემამ ჭიათურის მოსახლეობის ჯანდაცვის სისტემის შესახებ რაიონის მოსახლეობის ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. ბრიფინგის ფორმატი არ იძლეოდა იმის შესაძლებლობას, რომ ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიულ და გარემოს მავნე ფაქტორების ზემოქმედებით გამოწვეული დაავადებების მართვის სტრატეგია წარმოედგინა, რასაც მოკლე ფორმით ახლა გთავაზობთ. საქართველოს მთავრობამ რიგ სხვა მიმართულებებთან ერთად პრიორიტეტულად გამოაცხადა პროფესიული და გარემო ფაქტორებით გამოწვეული ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვა. სოციალური მიმართულებით უკვე გადაიდგა პირველი ნაბიჯი და 2013 წელს მთავრობამ მიიღო კანონი რეგრესის პენსიების შესახებ. რაც შეეხება ჯანდაცვის მიმართულება, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ უკვე 2013 წლის 1 ივლისიდან საქართველოს ყველა მოქალაქეს მისცა იმის შესაძლებლობა, რომ ძირითადი ჯანდაცვითი მოთხოვნები უზრუნველყოფილი ყოფილიყო ყველასთვის, თუმცა რჩება ორი გადასაჭრელი საკითხი იმისთვის, რომ ეს მიმართულება პირველი ეტაპის დონეზე იქნას შესრულებული. ესენია ინფრასტრუქტურული და სპეციალური სერვისების უზრუნველყოფა, რომელიც დაკავშირებულია სამუშაო და გარემოს მავნე ფაქტორების ზემოქმედებასთან. პირველ შემთხვევაში იმისთვის, რომ საქართველოს
საქართველოს ყველა რეგიონი უზრუნველყოფილი იყოს შესაბამისი ჯანდაცვითი ინფრასტრუქტურით, მიმდინარეობს ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი უკლებლივ ყველა სამედიცინო დაწესებულების შესწავლა, მზადდება რეგიონალიზაციის გეგმა და მოხდება პროექტის განფასება, ბიუჯეტირება, რაც შესაძლებლობას მოგცემს შევიმუშაოთ სამედიცინო დაწესებულების განახლების სტრატეგიული სამოქმედო გეგმა. Ამ პერიოდის განმავლობაში მოქმედებს გარდამავალი ეტაპი, როდესაც ამ რაიონებს და ასეთი სამწუხაროდ უმრავლესობა ამ ხარდაჭერა გაუწიონ რეგიონულმა სამედიცინო ცენტრებმა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პროექტი არ განვითარდება. რაც შეეხება მეორე საკითხს, პროფესიულ და გარემოს მავნე ზემოქმედებით გამოწვეული ჯანმრთელობის დაზიანების მართვის სახელმწიფო პროგრამას. ასეთი პროგრამა უკვე არსებობს, მაგრამ მისი რაოდენობრივ თვისობრივი პარამეტრები არ არის საკმარისი, რომ ოპტიმალურად მოიცვას ყველა საჭირო მიმართულება. ასევე ამ მიმართულებებით მიმდინარეობს რაიონული საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურების რეფორმა, რომელიც საშუალებას მოგცემს თითოეული რაიონის საჭიროება ზედმიწევნით იყოს იდენტიფიცირებული და მართული. ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს ამ პროგრამის სრულყოფაზე და გეგმის მიხედვით 2014 წლის მეორე ნახევარში მას უკვე განახლებული ფორმატით ავამუშავებ. სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდოს საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რაიონს თუ რეგიონს მათთვის აქტუალური საკითხების შესახებ. უკრაინის ხელისუფლებასა და ოპოზიციის ლიდერებს შორის წუხელ-მიღწეული შეთანხმების საფუძველზე სამართალდამცავებისა და მოსახლეობის რამდენიმე დღიანი დაპირისპირება შეწყვეტილია. მიუხედავად ამისა, მომიტინგეები კიევის მთავარ მოედანს მაინც არ ტოვებენ და ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ. ბოლო დროს კიევის ქუჩებში განვითარებულ მოვლენებს ჭიათურასა და საჩხერეში აფასებენ. ადგილობრივი ხელისუფლების და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები ხელისუფლების მხრიდან ძალის გამოყენებას გმობენ და მაიდანზე შეკრებილი მოსახლეობის პოზიციას იზიარებენ. როცა ქვეყანას მიმართულება აქვს იქეთკენ რომ იყოს დემოკრატიული, ძალიან ცუდია რომ ძალის გამოყენება ხდება მშვიდობიან დემონსტრანტებზე. ძალიან ცუდია. ეს ჩვენს ქვეყანაშიც მოხდა, იყო ამის შემთხვევები და ეს ყველგან უნდა დაიგმოს. გაიმარჯვებს ხალხი თუ გაიმარჯვებს რუსეთისგან მართული მთავრობა უკრაინაში, ეს ძალიან დიდად არის დამოკიდებული ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ქვეყნის ბედზე. ევროპისკენ სწრაფვა უფრო მისაღებია როგორც ჩვენთვის, ისე უკრაინელი ხალხისთვის და ერთი რამ არის ცუდი, რომ ხელისუფლება ვერაფერს ცნობიერებს იმას, რომ ეს ხელისუფლება იმ მოსახლეობის არჩეულია და ყოველთვის მოსახლეობის სურვილი და გამოხატულება და უმრავლესობის მithumetis უნდა იყოს გათვალისწინებული. უკრაინაში რაც თვეების მანძილზე მიმდინარეობს და მთელი მსოფლიო თვალყურს ადევნებს არის ძალიან შემაშფოთებელი. ბოლო დღეების მონაცემებით კი ალბათ გარდაუვალი იქნება არსებული ხელისუფლების გადადგომა, იმიტომ რომ უკრაინაში აუცილებლად გაიმარჯვებს ხალხი და დემოკრატია. მე ზუსტად კადრებს როცა უყურებდი და ძალიან აქტიურად ვიყავი ჩართული, ახსენდებოდა 9 აპრილის მომენტები და შემდგომი მოვლენები. ეს არის ძალიან შეიძლება ესე ვთქვათ, ისეთი ტრაგედია უკრაინელი ხალხისთვის და იმედი მაქვს, რომ ამას მოყვება შედეგი ის, რომ უკრაინა იქნება დამოუკიდებელი. საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსი მიმდინარეობს. სწავლება ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის ფარგლებში 18 იანვრიდან 14 თებერვლის ჩათვლით ჩატარდება. ზამთრის კურსი ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 7 სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის ესტონეთის, სომხეთის, იორდანიის, ასევე საჩხერის სამთო მომზადების სკოლის 5 მომავალი ინსტრუქტორი გადის. წვრთნები 2 ეტაპად დაიგეგმა და თავდაპირველად კურსზე მივლინებულ სამხედრო მოსამსახურეებს აბულის სამთო პოლიგონზე მაღალმთაში საცეცხლე მომზადება ჩაუტარდათ. კურსის მთავარ მიზანს მაღალმთიან რელიეფზე რთული კლიმატური პირობების დროს საშტატო იარაღიდან სროლის უნარჩვევების დახვეწა წარმოადგენდა. სროლების ზღვის დონიდან 3000 მეტრზე სხვადასხვა მანძილზე და სხვადასხვა პოზიციიდან წარმოებდა. სწავლებას საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორები ზედამხედველობდნენ. საკვალიფიკაციო სროლების დროს თითოეული სამხედრო მოსამსახურის ცოდნა შეფასდა და მათ შესაბამისი ქულებიც მიენიჭათ. საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში პარტნიორობა მშვიდობის ფარგლებში ტარდება შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსი. სწავლება ტარდება 2 ეტაპად. პირველი ეტაპი ტარდება ამჟამად ახალქალაქში აბულის სამთო სასროლეზე, სადაც პირადი შემადგენლობა სწავლობს მაღალმთაში სროლის წესებს. ეს სროლები რთული არის იქიდან გამომდინარე, რომ მეტეოროლოგიური პირობები მოქმედებს მსმენელებზე, კურსანტებზე. აქ არის გასათვალისწინებელი ქარის ეფექტი, მზის ეფექტი, სიცივე
და ამ ყველაფრის შესახებ ჩაუტარდა შესაბამისი ინსტრუქტაჟი. სწავლების პირველი კვირა მიმდინარეობს. თებში სროლას წელს პირველად ვეუფლები. ჩემი სამხედრო კარიერისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს რელიეფზე სროლების შესწავლას. აქ მიღებული გამოცდილება შემიძლია ჩემს კოლეგებსაც გავუზიარო. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით პირველი თებერვლიდან C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტებზე ფასები გაიაფდება. სახელმწიფო პრეპარატებს სააფთიაქო ქსელთან შედარებით 60%-ით დაბალ ფასად შემოიტანს. ექიმი ინფექციონისტის მარინა ცუხიშვილის ინფორმაციით C ჰეპატიტით დაავადებულთა მკურნალობა დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. მინიმალური სამთვიანი კურსი ჭდებოდა 10,000 ლარი, მაგრამ სამთვიანი ძალიან ცოტა სჭირდება, უფრო მეც სჭირდება ალბათ 6 თვიანი და 1 წლიანი მკურნალობა. ეს დამოკიდებულია ვირუსის ტიპზე. 10,000-დან 30,000-მდე ჭდებოდა ამ მედიკამენტების შეძენა. შეღავათი იქნება პაციენტებისთვის, იმიტომ რომ 60%-ით გაიაფთა ეს მედიკამენტები. და ხელმისაწვდომი იქნება თავიდან არა ყველასათვის ალბათ, მაგრამ საკმაოდ დიდი რაოდენობა არის ეს 10,000 ბენეფიციარი. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ჭიათურის მუნიციპალური სამსახურის ინფორმაციით დაავადებულთა სტატისტიკა ასეთია. 2012 წელს მათი რიცხვი 17 შეადგენს, 2013 წელს 5-ით გაიზარდა. 2014 წლის იანვარში დაფიქსირებულ ოდენობას 1 დაემატა. დაავადებულთა რიცხვი იმატებს, იმიტომ რომ მკურნალობის საშუალება უმრავლეს შემთხვევაში დიდ ეკონომიურ სახსრებთან არის დაკავშირებული და პაციენტებს არ შეუძლიათ სრულფასოვანი მკურნალობის ჩატარება. პროგრამის თანახმად გაიაფებული წამლები იმ 10,000 პაციენტზე გაიცემა, რომელთაც C ჰეპატიტის დიაგნოზი უკვე დადგენილი და ყველა საჭირო კვლევა ჩატარებული აქვთ. აი პროგრამაში რომ ჩაერთოს, ამისათვის აუცილებელია რომ მიმართოს პაციენტმა განცხადებით სოციალურ სააგენტოს. მაგრამ განცხადებასთან ერთად მან უნდა წარადგინოს თავისი პირადობის მოწმობა და ფორმა 100 სააგენტოში იქნება კომისია ან ჯანდაცვის სამინისტროში, სადაც განიხილება პაციენტის მდგომარეობა, დაისახება რა რაოდენობის მედიკამენტი დასჭირდება მას, ხანგრძლივობის მკურნალობა დასჭირდება და ამის მიხედვით ჩაერთება პროგრამაში. აქ არ აქვს მნიშვნელობა ის ქართველი იქნება თუ არა ქართველი, უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე. C ჰეპატიტი ქრონიკულად მიმდინარე პროგრესირებადი დაავადებაა. ძალიან ბევრია ისეთი, რომელმაც არ იცის რომ არის დაავადებული და რა თქმა უნდა ის ოჯახის წევრებს და მასთან ახლო კონტაქტში მყოფ ადამიანებს საფრთხეს უქმნის, რა თქმა უნდა, მაგრამ არც დიდი პროცენტია ეს საფრთხე, დაახლოებით არის 2-6% გადადების. ეს ხდება ვთქვათ ჯაგრისით, მაგრატელით, საერთო მოხმარების ინვენტარით. უშუალოდ სისხლთან უნდა მოხდეს შეხება. მედიკამენტები დაბალ ფასად თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ავტორიზებულ აფთიაქებში გაიცემა. ჯერჯერობით ესეც საკმაოდ დიდი მიღწევა, რომ 60%-იანი ფასდაკლებით მიიღებენ მედიკამენტს და თუნდაც ამ სამ ქალაქში მოხდება მათი გაყიდვა. პაციენტების რეგისტრაცია 1 თებერვლიდან სოციალური მომსახურების სააგენტოებში მოხდება. გაიაფებული მედიკამენტების პირველი პარტია საქართველოში 1 ივლისს ჩამოვა. გაზეთ ბანკებისა და ფინანსების ინიციატივით ხუდონ ჰესის პროექტი დაინტერესებულმა მხარეებმა ეკონომიკურ ჭრილში განიხილეს. დისკუსიაში მონაწილე ეკონომისტებმა აღნიშნეს, რომ ხუდონ ჰესი ქვეყნის საექსპორტო პოტენციალს გაზრდის და ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას ხელს შეუწყობს. ხუდონ ჰესის მშენებლობას სოფელ ხაიშის მოსახლეობა ეწინააღმდეგება. პროექტის განხორციელების შემთხვევაში სოფელს დაატბორვა, მათ კი გადასახლება ემუქრებათ. ამ ეტაპზე ინვესტორი ადგილობრივ მოსახლეობასთან მოლაპარაკებას აწარმოებს. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი საქართველოს ეკონომიკისთვის რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი ის, რომ ენერგოპროდუქტზე მოთხოვნა მზარდია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, ამიტომ ენერგოპოტენციალის ათვისება ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მზად შევხვდეთ ამ ეკონომიკურ
ეკონომიკური მოთხოვნის ზრდა სამიმართულებით, მეორეა ინვესტიცია, რომელიც საკმაოდ მოცულობითია ამ კონკრეტული პროექტის შემთხვევაში და ხუდონის შემდეგ ძალიან ბევრი პროექტი დგას რიგში, რომელიც ამ ინვესტიციის შემდეგ დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო განვითარდება. ხუდონჰესის პროექტი საკმაოდ დიდი ხანია, რომ დამუშავებულია და როგორც ტექნიკური, ასე ეკონომიკური თვალსაზრისით ძალზე სარგებლიანი პროექტი არის. გამომდინარე იქიდან, თუნდაც იქიდან, რომ ზაფხულის ჭარბი ენერგიის გარკვეულ ნაწილს ინახავს ზამთრისთვის და ზამთარში საქართველოს ექნება საშუალება, რომ იყიდოს ხუდონჰესიდან პიკური სიმძლავრეები, პიკური ელექტროენერგია საკმაოდ მისაღებ ფასად, ესე იგი 4.94 ცენტად. იმ დროს, როდესაც პიკურ ენერგიაზე უკვე დღეისათვის რუსეთს დაწესებული აქვს 9.5 ცენტი. აქ არის ლაპარაკი რამდენჯერმე თითქმის 10-ჯერ მეტად გაზრდილ შემოსავლებზე ადგილობრივ ბიუჯეტში. ეს არის იმ გადასახადებიდან, რასაც გადაიხდის ეს ობიექტი. ეს არის დასაქმების ადგილები. ეს არის კარგი სამუშაო ადგილები, სადაც მაღალი ხელფასები იქნება. ეს მარტო ჰესზე არის 250 ესეთი ადგილი და ბუნებრივია აქედან 95%, უფრო მეტი 98% იქნება ადგილობრივი მოსახლე. დასაქმება. აქედან გარდა ამისა, ქვეყნისთვის აქვს უზარმაზარი მნიშვნელობა, 1.5 მილიარდი კილოვატ-საათიანი სადგური, ეს არ არის პატარა სადგური. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა გიორგი დვალაშვილმა უნივერსიტეტისა და მასთან არსებული საბავშვო უნივერსიტეტის სახელით საჩხერის მუნიციპალიტეტის სკოლების 9 მოსწავლე დააჯილდოვა. სოფელ ჭორვილისა და არგვეთის სკოლის მოსწავლეებმა გეოვიქტორინაში გამარჯვებისთვის სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები მიიღეს. ვიქტორინა ჩატარდა დეკემბრის თვეში. ძალიან საინტერესო ვიქტორინა გამოდგა. რაიონის მასშტაბით ვიყავით წასული 2 სკოლა. და ძალიან საინტერესო იყო თბილისის სკოლებიც იღებდნენ მონაწილეობას აგრეთვე სხვა რეგიონებიდანაც. ძალიან გაგვიხარდა ეს მე-4 ადგილი და პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ჩემს მასწავლებელს ქალბატონ კესო გოგოლაძეს და მისი წვლილი მართლაც განუზომელი არის ამაში. და ყველას დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ასევე ბატონ პროფესორს გია დვალაშვილს. გვინდა შესარჩევი ვიქტორინები ჩავატაროთ აქ, ასევე გვინდა კონფერენცია ჩავატაროთ. პირველი რაც შეგვიძლია დავგეგმოთ, ეს არის ეკოლოგიური თემატიკით, საჩხერის ტერიტორიაზე ეკოლოგიური პრობლემები ასევე აქტუალურია, ასევე ეთნოგრაფიული კუთხით, ისტორიული კუთხით და გვინდა რომ მოსწავლეებმა თავიანთი შემოქმედებითი უნარით შექმნან გარკვეული ინფორმაცია მოიპოვონ საჩხერის მუნიციპალიტეტის შესახებ და შესაბამისად აქტიურად ჩაერთონ სხვადასხვა კვლევებში. გიორგი დვალაშვილთან ერთად გამარჯვება ბავშვებს საჩხერის საკრებულოს თავმჯდომარემ ინგა ზაბახიძემ და საჩხერის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელმა ცისმარი მაჭარაშვილმა მიულოცა. დღეს იყო გეოგრაფიული ვიქტორინაში გამარჯვებული ბავშვების დაჯილდოება. ნახეთ, რამდენი წარმატებული ბავშვი გვყავს. ნიჭიერები, აქტიურები, კარგები და მე ყველა მათგანს მინდა ვუსურო კიდევ შემდგომი წარმატებები ყველა აბიტურიენტს გამოეცადოს უნივერსიტეტის სტუდენტობის ხიბლი. ნორჩ გეოგრაფთა სკოლის ეგიდით ჩატარებულ გეოვიქტორინაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონების სკოლის მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობას. საპრიზო ადგილების დამსახურებისთვის პროფესორმა გიორგი დვალაშვილმა გამარჯვებული მოსწავლეების გეოგრაფიის პედაგოგებით დააჯილდოვა. გეოვიქტორინა არის გადასწორებული პროექტი, ასე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ეს აძლევს ძალიან ბევრს ბავშვს სტიმულს აძლევს იმის, რომ გეოგრაფიაში კიდევ უფრო მეტი შედეგები გამოავლინონ. შარშანაც ვიყავი საჩხერეში რეგიონული იყო საჩხერეში და ავიღეთ მეორე ადგილი არგვეთის შემდეგ და წელს უკვე რეგიონებს შორის არგვეთთან ერთად პირველი ადგილი ავიღეთ. გეოვიქტორინისა და მსგავსი შეჯიბრებების განხორციელებას პროფესორი გიორგი დვალაშვილი მომავალშიც აპირებს. საქველმოქმედო კონცერტი, რომელიც გუშინ საჩხერის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში გაიმართა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს მიეძღვნა. სტუდიას ხივების წევრებმა თანატოლებს მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს. სტუდია ხივების ბავშვებმა, რომელიც უკვე მესამე წელია ფუნქციონირებს მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში, გადაწყვიტეს ერთი დღე ეჩუქებიათ ყრუსაკავშირის ბავშვებისათვის. რამდენად გამოვიდა ამას მაყურებელი შეაბაზე. დარბაზში იყო 5
სადაც ჩაიყრება შემოწირულეები და შესაბამისად ბავშვებშიც აიღრება რაღაც გარკვეული თანხა და დავეხმარებით ამ სახით. საბავშვო თუ არა საბავშვო თემაზე შექმნილი სიმღერები და თანამედროვე ცეკვები. ეს სტუდია სხივების სასცენო პროგრამა იყო. დარბაზში მყოფი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდები წარმოდგენას თვალს დიდი ინტერესით ადევნებდნენ. მაყურებელთა შორის იყვნენ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ინგა ზაბახიძე, ასევე საქართველოს ყრუთა კავშირის საჩხერის ფილიალის ხელმძღვანელი თამარ ზაბახიძე. ხშირად ტარდება ასეთი ღონისძიება საჩხერეში, სპექტაკლებს ვატარებთ ხოლმე მათთვის. სხვადასხვა ღონისძიებებს და ხედავთ როგორი ბედნიერები არიან ბავშვები, მით უმეტეს როცა ბავშვი მღერის ბავშვისთვის. მე იმედი მაქვს რომ მეტად იქნება ჩართულობა ამ ბავშვების სხვადასხვა ღონისძიებებში რაიონის მხრიდან. უღრმესი მადლობა ჩვენი ორგანიზაციის ბავშვების და მშობლების სახელით. პატარა შემსრულებლებს მაყურებელი ტაშით აჯილდოვებდა. მოხარული ვარ აი ამისთანა ღონისძიებების. ამ ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ამერი კონცერტების ჩატარება, რომ არ იყვნენ ეს ბავშვები შეზღუდულები, იყვნენ ძალიან აქტიურები, როგორც სხვა მოქალაქეები. მადლობელი ვარ ყველასე, რომ ამ ბავშვებს დაუდგენ გვერდში და რა ვიცი, მადლობა ყველას. კონცერტის საქველმოქმედო იყო შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ფონდში.